და დღეს 4 ბიჭი ერთმანეთს შეებრძოლება დარცის თამაშში. 7 წლის შემდეგ ისევ ვიღებთ დარცის ჩელენჯს ძმაკაცებთან ერთად. ისე. მოდი მასობრივი დასაუბა. მასობრივი დასაუბა. ბრავო. ძმები, ბათუმელები, ჩემი ძმები. ბიჭებს წარდგენა არ ჭირდებათ, ბედბელად იცით, აბა თუ იცნობთ აი ამ ბიჭს. კლასიკური დარცის ჩელენჯია რა. უბრალოდ არის რაუნდებად დაყოფილი, ბედბელა ჩემი ძმაკაცი. ჩემ პატარა ძმა. გეტყვით აუცილებლად და თამაში მიდის 3000 ლარს. ვართ 2 გუნდი, მაგ დეტალებს მოდი ჯობიარო, ჩემი ჩინელი ძმაკაცი. აქ მოვიდე, ხო, შემოგევლეთ, მადლობა. ბიჭებო, მარტივია ყველაფერი, 5 რაუნდი გვექნება, ამ 5 რაუნდში 3-3 ვისვრით, ჯამდება საბოლოო ჯამში და ვისაც ყველაზე ნაკლები ხულა ექნება, ის აგებს რაუნდს. არა, ისე ახსნა რომ წახლე ვიდეოა. მასე მარტივადაც არაა ბრა. ნახე, 3-3 სროლა არის თითო რაუნდში. კაი, მოდი წესებს მე აგიხსნით. გვაქვს 2-3 კაციანი გუნდი. გუნდიდან მონაწილეები რიგრიგობით გამოვლენ და თითო მონაწილეს ექნება 3 სროლა. სამივე მონაწილის მიერ დაგროვებული ქულები შეჯამდება და დაუპირისპირდება მოწინააღმდეგე გუნდის დაჯამებულ ქულებს. გვაქვს 5 რაუნდი. წაგებული გუნდი რა თქმა უნდა ასრულებს დავალებას ყოველი რაუნდის ბოლოს, მაგრამ გუნდიდან ამ დავალებას შეასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი. ამასობაში აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მე მგონი საინტერესო თამაში გველოდება, ამიტომ დაუბრუნდეთ ვიდეოს. უნდა გამეწერა. ერთი ახსენი კიდე რა, დღეს ხომ წააგებს იპერა. ცოტა დამუღავე მომწერდება. So, პირველი დაუთმოთ სტუმრებს, ჯობია რა. სტუმრებთან მიდი მაშინ. მიდი ძმა, დამუღავ. მოტივაცია. ურეხი მიდი. აბარა, ურეხი პატექს. ბრავო, ცალაკი ჩვენი შეყვარებულს ყოსლი ბედბელ. აგარი. ჯო მე უყურე სანამ მევიდოდი რაც ხასია და ის. რა? აბარა. 14, 5 და 13. აი გადახრილია 20-ისკენ არ ეთვლება მასე. ჯორბე, ჯერ შენ არხი, შენ ბოლო არტილერია. ჯორბემ რაღაც ახალი დაამუღამა, სანამ ვიდეოს ჩავრთავდით, ასე ისე. მიდი, ჩარტი. არა. 17 ბრაბო. ბიჭო, იცი, ცხოვრებაში არსებობს ერთი წესი რა. ძმაკაც ყოველთვის უნდა ენა. 2. 19-ში რო გაარტყა იმ კლეობა. დავასამაგე, ხო? გაასამაგებ ჩოულები. ჩემი პატარა ძმა. დავა. რა ყალები ყავს გუნჩი და შენ ბიჭო. ბრავო. და გაბა 2. საგაურ მაგრამ მოდი ერთ წა. რა. მოდი რა. ხოხტები დებო სახში თლად დარცია. ეს 100 გიო არაუშ. მეორეს არა. არაუშავს. 7 წლის უკან შენ იყავი ჩემპიონი, გახსოვს? ჰა? საგოლორი. ეს ჩამოვარდა გადაულდა. როგორც ჩანს, ჯორბეს დარცის თამაში დაუვიწყდა, რადგან ანგარიში უკვე 0-1-ია სტუმრების სასარგებლოდ, ხოლო ჩვენ ბიჭებს კიდევ დავალების შესრულება მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ გუნდიდან მხოლოდ ერთი მონაწილე ასრულებს დავალებას. რახან აქ ვარ ბარემ გეტყვით, რომ Zipline Barbershop-ი თბილისში უკვე ოფიციალურად გაიხსნა 20 იანვარს. საბურთალოზე მერაბ ალექსიძის პირველ ნომერში გელოდებით ყოველ დღე ახალ მომხმარებლებზე ფუნქციონირებს 30%-იანი ფასდაკლება, ასევე გვყავს უმაგრესი
ბრეიდ არტისტი და გოგონებსაც შეგეძლებათ მიიღოთ ეს მომსახურება. ჩასაწერად შეგიძლიათ მოგწეროთ Instagram-ზე ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე. ამიტომ გელოდებით ყველას ყოველ დღე თბილისში მერაბ ალექსიძის პირველ ნომერში და ბათუმში ტრადიციულად ჭავჭავაძის 40 ნომერში. ახლა კი განვაგრძოთ ვიდეოს ყურება. შენ გააკეთე დავალება ზღვა. თუ გინდათ ჯეირანი, რას გატყუებ პარლამენტში? იქვე რატომ მუტლავ? პირველი მე არ გამაკეთებ. მე პირველი არ გამაკეთებინოთ. ანუ მე ავიღო ჩემ თავზე მაგას ჯეი. ხო რა, გააკეთე მეორეზე და მესამეზე. გადავიწიო. ხო შენ. კი, სწორად მიხვდით. პირველი დავალება უმიკვერცხია. დავლები, მაგრამ ძალიან ბევრია. დაგოლოცეთ. თოდრიას და ზუკას, რომლებიც 7 წლის უკან იმ ვიდეოში იყვნენ, მაგრამ დღეს სამწუხაროდ არ არიან. დავაი რა. შეგილია. თა რა პროფესიონალი იმენა ერთი თალი დატოვა მართლა. ჩემი პატარა ძმა. აი და შეგვინა ყველას მე გავაკეთე. მე ვიძახდი თავიდან რომ პირველს მე გავაკეთე მეთქი და ეგრე დავინახე კვერცხის ის რა იღო რა, ჩემი მაგი მეშინია. კვერცხს ვერ დალევი, ხო? ვერასას. ყოს არ დამაჩქარო შეჩემა რა წინა. არა, შენ რატო იჩქარე ვერ მივხვდი? ნელაც. შემეში. დამშვიდი, რელაქს. წელი ძალიან სულად გახსოვდი. სერიოზი პლანის ბალია მით. რა ნახე პირდაპირ შუაში. შემოსაკეთებელი გახდა. აია, ხუთე. სიმშვიდე. ვაიმე! შენი დედის მუტელი. ნახე, მე შესახებ. შენი. კარგი ხარ. ევრიო. კარგი ხარ, კარგი ხარ. ბიჭო. ზევიდან გაუშვი, უხდი? შეგიძლია? ბრავო! კარგია! აბარა! ვაიმე, რა კაცია! დახურა ჯორბენ. ჯორბენ. საღო. დავით შეგილია. ბრავო, კარგია. მიდი ურეხი. ბრავო, რამდენი? 6? 17-ს? ბიჭო, არა, მომისმინე ერთი რაღაცა კი მოხდა ისე. რა? დათუნა რო ისრის. მიდი. ხმერთო. შეგიძლია? აია, აი ეს გვინდოდა. ლევანის მე მოხ გამეძახით, მოხოდო უნდა. ლევან მიდი მთელი სამყარო შენ სინამდვილე. ისეც მას. მოვიგეთ, მოვიგეთ. ორმოცი? აბარა, ბიჭო! აბარა! მოგლეთ, თქვენ გაქვთ ერთი წუთი გაქვთ, რომ მოიფიქროთ, ერთი კაცი ასრულებს ამ კონკრეტულ მოქმედებას. აი შენი ყავი ძმა, დავა შენ. მიდი შეჩემა, მიდი. ბიჭო, შენი არხია და შენ უფრო შებერა. ხო, წინა გავაკეთე. შევასრულე და პირველად მევიძა მე თქვენ იკალით თავი და. პირველი ვიქნები. დავაი, მიდი. დავაი. ამ დავალებაში წაგებული გუნდიდან ერთი მონაწილე 1 წუთის განმავლობაში ისაუბრებს არც მეტი, არც ნაკლები ლობიოზე. ხოლო დავალება შესრულებულია თუ არა, აი ამას უკვე კომიტეტი გადაწყვეტს. კომიტეტი ვინ არის? კომიტეტი მე ვარ. მიდი, შეგიძლია დაიწყო. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პარტია 1 და 3. ბრავო! მე მინდა დღეს ვილაპარაკო ლობიოზე. ლობიო, კაკალი ლობიო ისეთი რაღაცაა რომ ბებიას ლობიო ისეთი რაღაცა იყო ბაღნობიდან მიყვარდა. ლობიოზე რომ ვლაპარაკობ ყოველთვის ბებია ჩემი მახსენდება ცხონებული. საწყალი კაკალი ბებია. მინდა ის თქვა ლობიოზე რომ მის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს და ყველა ცოდვა ის ადამიანი ვის ლობიოს გარეშე მიდის აქედან. ლობიოს გაუმარჯოს! ბრავო! თქვენი ლობიო, საღამო შუადღე ასულებ. ახეთქვამდე ლობიო. მინდა რომ ლობიო ისეთი რაღაცა იყოს ადამიანებისთვის, რომ სულ ლობიო იყოს ყოველდღე საჭმელი. მინდა ლობიო უფასო იყოს ყველასთვის. ლობიო შემოიტანეთ აქ ბოდიში მიჩემო. მინდა ეს რაღაცა ერთი რაღაცა კიდევ თქვა ლობიოზე. ლობიო 500. ო 500 ლობიო. არა, რაშუაში იყო, მაგრამ ვერაფერი ვეღარ ვქიდა კაცთან მეკა. ბრავო! აი, გეთვლება. ორი რაუნდი ჩავატარეთ დედის. ორი რაუნდი ჩავხურეთ. არის ანგარიში 1-1. ნახოთ მესამე რაუნდში რა იქნება. შეგვიდა, შეგვიდა. აი ისო, დავი, ბიჭები. შუაში რა 20 შეჩემ. ბრავო 17. 12, ბრავო.
აუ არა ბიჭო არა. Yes. ლუკი. შეგიძლია 20 შეჩემ. შეგიძლია. ბრავო. 13 ურეხი ხომ ნომერი 13 ურეხი. 19 არ უნდა გამაზო გესმის? ვცდილობ ძმაო, ბოლოს რო ვითამაშე, მართა 7 წელია იმის მერე გასული. კარგია, 17 კარგია დადარცე. გაში. ის გადაწეული. და გადაწექის გაჩერდი ბიჭო მიხდით ეხა რო აგებდა. ო ჩემი ძმა. მოდი ვაკოც. მოუტანეთ ის და დაარჭოს ხელით რა, რაღა აზრი აქვს. 27-თან ახლოს. აი ბიჭო რა. რა ვიყავ წაღმა სიახლოზე გაჭედეს. ამა შეხედე მარტო გაკაჭა. ერთი მაგდენი გვი. მიდი გიო რა გიხვეწები რა. მომისმინე? გიო მომისმინე? ორი ლადო ხეი. ორი ლადო ვტყნავს. მიდი გიო მიდი. აი. მიდი. მოიხო წარმოიდგინე? ხო ყლეობა. ხა მოიხო. შეხედე? გამოიწია. თუ ჩამოყარე აღარ იცვლება ხო ის? კი ვიყავი. ჩამოვარდა აღარ იცვლება. მიდი ხო. ასე ესროლე რა, ექსპერიმენტი. მიდი გთხო. შენ ბიჭო შეხოდი დასაკეთე გამოიყენა. კიდე სუნჯე რასა იკაიფოს ბიჭო. მელეს მასა მედა. არგას იკავ. ექსპერტი ხო არ გასამაგდა ბიჭებო არა ვაკურის დონე. წაღანი ყო ლევანი. ლევანი შეასო, ანუ ლოგიკურად რა გამოდის? ისევ ლევანი. ახალ შენ ხარ. არ გამოდის ლოგიკურად. მე ჩვენ ლიდერად შენ აგრიჩიეთ. აი ბიბლაბარაგეზე განაცადის ღარიბო შენ ხარ. მომისმენ, მაშინ მომისმენ. შენ იყავი შენ მე უკა იყო. ძმებს ვერ გადაგახტებით, ახლა ხარ შენ. არა. რას გავხარ საწყალი. ძმებს შუაში ახლა შენ იყავი. შენ ხარ ახლა. აი აქ ტყულა კარგად მოგიყვანე, მომისმენ, ახლა თუ შენ გახვალ, ბილიარდს გათამაშე. არ მინდა არა. ეს მე გეტყვი ერთ რაიცას მართა გემო. ხო. მოწევიდეთ ოვში. მოი მაგარს გეტყვი ძმა. აქ ტყულა კარგად მოგიყვანე. მოიჯეირანი ჩუმად. კაი. ჯეირანი. და მე სამშია ძმა. რა სამში ძმა ბიჭო, ბაღნობა არ გახსოვს სამშია. ჰა? ხო, ლეოს, აბა. არა, ლეოს, მოდი. ჯეირანი. შენ ხარ ყველანაირად ძმა. დავაი და შენ ხარ შენ რასალაბარებ თემა. დაფერს ბავშვობაში ახაც ჩემ თავზე ვიღე. ბავშვობაში არ გიცნობდი და რა ის. რა ვიღე ჩემ თავზე. ინაცეს გაგიცნობდი. რა ახლა გააკეთე მაგრატელი ჯერ არ გოუკეთებიათ ხოლმე. შენ ხარ მე? ო, როშე. გადაწყდა ესე. მაშინ გიორგი, წამოდი გამომყევით ხო? წამოდი. ოპა, რაღაც სამპიზდეთ. გიორგი, რა ცუდად მიყავ? ამ დავალებისთვის ჩვენ ჯამში მოვათავსეთ რამდენიმე მონეტა, რომელიც ჩაფლულია ფქვილში, ხოლო ლუკას მოუწევს ამ მონეტებიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 ცალი მონეტის ამოღება. წარმატებები ლუკას. ამის მაგივრად რამე მკერდი რო ყოფილი. ვიჯო, წყალი ჩაგესხი ჩემ რა უცხო. წყალი ჩამესხი რა თბიზე. წყალი შეჩემი. წყალი ჯობს. ხო. და წყალი შეჩემ დაგეხმარება შეძმობას ვისო. მიდი დავა მომატებ. წყალს ვამატებ. მაგერა შეჩემ შუაშია. შუაში. აგერა. წყალი გამოვიშვა წყალში. კარგია, სო ეს ერთი. შეგილია. წყალი მაგდომ. ხო. შეგილა ხელით მეიშორე შეჩემ. აცხური მოგაშორე. და გადიიქე. მოგა თავი დაარტყეს და მოგშორდება შეჩემ. რა გააკეთებია? ხები დედაში სამე იყვანა ცომი. მოაზელი. ცომი არ იყვანა ბოდიშვილი. ცომი ამოიყვანა ღმერთს მართლა იმე. შეგილია. მაგაა შეჩემა წინ. არა. ვერ დიდ შურაც ხაკენი ჩემი. წინ ცოდა. მასე კენი. მაგერდებს. წინ მოგიფრა. წინ შეგილია. მაგერა შუაშდებს. ბრავო! მაგეთმარე რას გავხარ? გამოყლება შეიძლება რა კაცი ხარ? კაია, იგა, ბრავო. საღ, შენ ხარ კაცი. გენაცვალე. არა, თამაშ ესე აგძებ. აუ? ცომი ამოყავს. რომ მოხარშო იბანთან ჭადი იჭდება უყალენდები.
სანამ ლუკას ახეს იბანს, შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდის შემდგომ უკვე ანგარიში 2-1 გახდა ჩვენი ბიჭების სასარგებლო. და უკვე შეგვიძლია გადავინაცვლოთ შემდეგ რაუნდზე. პედრო შეგილია. აცადე ბიჭო. რავი 16 მაინც გაარტყა ბიჭო. არ შეხედო ისე. რავი. ანაირად ის ბიჭო. რა შუა? ჩემი დედა დაგვენს. მე აქე დავისვე. სამე ვიშვით ასე. ასე ვიშოთ სამე ძმურა და მეჯერ. გთხოვ ძმურა. აი თვალისწინეთ რომ მაყუცია ბაზარი. რასო თქვა? შორდა რა მაზად. აი მართლა მე ასე მინდა ვიშულოს მაგრამ გავაკეთე ხო ბიჭებმა რესპექტი გააკეთეთ. ერთი წინა დე. არა რესპექტი არ მაინტერესებს თო. საუთ. შვილი ვიყო კარგი. ჩემი დედა. 4. 18 მოვიგეთ ხმერს მისვა ბატონ მიგიდე. 13. ჩატერი. მაღლა შეჩემა. ბრავო! იმენა აქედან რო გვესროლა ბედბელ ვერ მოუგებ. რატო ნააგერეს დაიწვი ეს? რატო გენდობი ღმერთს მისაუბრებს? რას აკეთებ შეჩემა? დავაი. მაღლა შეჩემა ცოტა. დედა სახიშნიკი. აი არა უშტარა. მევიზა. თუ გინდა მევიზო. მაშინ შეგენ. მოიფიქრეთ მიჭებო? კი მოვიფიქრეთ, მასი პოაკეთებს. მოიფიქრეთ, გადავწყვიტეთ და ორივე ერთად ვარ. აი ამ დავალებაში უნდა მიირთვა მსხალი პირდაპირ შტატივიდან. რა თქმა უნდა, ხელების გამოყენების გარეშე. ეს რკინას ვერ მიზავს, მას შანსი ვერ ვაღებ აქ ხელას პირს. ბედბელამ ეს დავალება ვერ შეასრულა. მერე ბიჭებს მსხალი შემოეჭამათ და გადავწყვიტეთ, რომ ამისთვის ბედბელა უნდა დაგვესაჯა. დასჯა, ეს თვითონ მომაგვეცი მაჭამი. დასჯა. მაჭამი. სუპრე დაიწყო. მაჭამი შეჩემი. რა შვება. მარჭუკებია. თუ არ გამევიდა გააკ მეორეც აგერ. არა, ორივე უნდა და. ორივე უნდა დააკრას, ხო? ერთი მეორე ფეხში და გააკ. ასე ხერია. მას ჩურქიაც. მას მენა არ ჩამიცვაცვია ყველაფერი. სოკაია, მეტი რა გავგა. გავახუროთ ბედბელა თვითონ. ბიჭო, ეს დე ვიჭიროთ და ბედბელა ავაძროთ. მიდი. ვაძრება შეჩემო. ეხი დამეწვათ, ჰა? დავიდა. მაგრამ ხრა ჟაბარა! არ გაქვს რეაქცია? მიჩმეულია, აი ბიჭო ამას. ბრავო! არ ქონდა ბაზარი. არა ამწარე. არა, მონტაჟი გაყვია. აი ბერაყლეობა. 2-2 და ბოლო რაუნდი, კაროჩი, ბოლო და გადამწყვეტი, ოღონდ, ნახე, შემდეგი ჩელენჯი არ არის დარცი. ხო. შემდეგი გადამწყვეტეთ თქვენი გუნდიდან რომელი მოთამაშე დარჩება. ხო. ჩვენ აქეთ გადავწყდებით და უნდა ითამაშოთ აი რაღაცა მაგიდის ოკეი. ბოლო ფინალური რაუნდი არ იქნება დარცი. ეს არის მაგიდის ოკეი. ამიტომ ამ ფინალურ რაუნდში გუნდიდან ითამაშებს მხოლოდ ერთი მონაწილე, ვისაც გუნდი დაასახელებს და სწორედ ეს ადამიანი ითამაშებს ფინალს 3000 ლარისთვის. დავით. ჯერა შენი. მიყვარხა პირველად გეუნები ამას მითი. მიდი. ბავშვობაში გახსოვს ბოზიშვილი იყო ხელებსაც ყლეურად აქ მოვიდა კაცი ორჯერ გაარტყა. გახსოვს ფეხბურთის თამაშისას რომ გეუნებოდა ეს ყლესავით რატო იქნებ ხელებს მეთქი შენ უნდა ითამაში. სად გამოგაგდა ასე ხარ ბოზიშვილი. მიდი. მიდი. დავით. ამ ლარით გადაწყდება ეხა 3000 ლარი ვისთან წავარდა. 1 2 3 გო. ფაქტობრივად რესპექტი იყო ეს უკვე. არა შეჩემა. მიდი რეალისტი. ბრავო დავით. პინტები, მიდი რატო პინტი გვინდა? შეჩემა კუთკიდან დაარტყი. არა! აბა, მიდი.
ოიმე! ეს ფინტები მომწონს დათო. არა! მეცმისა! არა! აბა რა ჯორბე, 3-2. ლეო, აბარა! დავაი! 4-3. არ უნდა გაუშვა წინ. აბარა! აბარა! ვამოს! მიდი დავით. ვახ! მიდი! აბარა! არ მომდუნდე! ჩეჩემა 90. არ მომდუნდე აკურე! აბარა! ვამო! დრო დავით არ მომდუნდე, კარი დაიცავი! სირიხარი მენა. დავით არ ისკარ. ვამოს! ურეხია მიდი! არა გაუშვა. შეტევაში ხარ. ავაგეთ რა. შენი რა ბრალია შეჩემა. მანამდე კარგად თამაშობდი, კუთხიდან ურტყავდი ძმა. ყველა ბუთი შუაში დაარტყი შეჩემა. შემოგლევთ, მოგაქცევთ ყურადღებას. ერთ წამი. ლეო. ასმე, რატო გლერდიდან ვარტყი და კედლებით ჩალიჩოს. შეჩემა მოიგეს, კაროჩე, არ ვიცი რავი, აზრი არა აქვს, თავის მართლების მეტა შევეცი. დაანადგურე და დაღო, გაიღო ბიჭო. ულოცავ ბიჭებს და არ ვიცი, კაროჩე რა. ამშვიდობების ხასიათზე არა რა. კაროჩე, სამი მოიგეთ, რა ვიცი, გილოცავთ. გეგმები გაქცავთ. რა თქმა უნდა, მეგობრებო, აგერ ვისარგებლებ ბარემ ვისარგებლებ. მაგასაც ვიტყვი, რომ უკვე დაწყებულია გადაღებები და ნაყინის არხი YouTube-ზეც იქნება აქტიურად და მაგრად და ჯიგრად ერთი ტაშა უნდა რა. ამიტომ ჯორბეს ესტუმრეთ ბაუში და ერთი ფეხსაცმელიო ბედბელას უყიდოთ რა. ასე ძმაო, კლასიკური ფეხსაცმელი. ზო, ეგა შეხვდებით მომავალ ვიდეოში. სხვასთან გადარიცხვა, ერთი წამით,